მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავართ და ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება. ჩემი დღევანდელი გადაცემის ფრიად ძვირფასი სტუმარი და ძვირფასი ხელოვანი გახლავთ ქალბატონი მანანა იმედაძე. მოგესალმებით ქალბატონო მანანა. მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი სტუმრება მედია კავშირ ობიექტივის სტუდიაში, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნო თავშივე რომ ერთ-ერთი პირველი სატელევიზიო ნათლობა ქალბატონმა მანანა იმედაძემ სწორედ ობიექტივის ეთერში პირდაპირ ეთერში მიიღო, როდესაც რამდენიმე წლის წინ მას მიყავდა სახელოვნებო გადაცემა, ცნობილი ხელოვანები, ცნობილი კომპოზიტორები, ცნობილი შემოქმედი ხალხი მოყავდა თავის გადაცემაში, ისე რომ მისთვის უცხო არ არის მედია კავშირ ობიექტივის სტუდია, ისე როგორც ჩემთვის, რომელიც აი რამდენიმე წლის შემდეგ ვაგრძელებ გადაცემათა ციკლს. ეხლა კი ამ ძვირფასი შემოქმედის ბიოგრაფიულ შტრიხებს გაგაცნობთ, იგი ქუთაისში დაიბადა, ამ ქართული ხელოვნების შემოქმედების მექაში მე ვიტყოდი, რადგანაც ყველა დიდი თუ მცირე შემოქმედის ბედი ცხოვრება ქუთაისს უკავშირდება, მუსიკალურად ამღერებულ ოჯახში დაიბადა, სამი დედმამიშვილი, მათ შორის ერთი დედმამიშვილი მისი ცხოვრობს რუსეთში, არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქალბატონი ნადა, ღმერთმა კარგად ამყოფოს, ხოლო ძმა კოლორიტი ქუთაისისა შესანიშნავი პოეტი, პროზაიკოსი. აი მე ვიტყოდი იმ მშვენება დღევანდელი ქუთაისისა თავისი სულით, თავისი შემოქმედებით ნიკო იმედაძე, ნიკოლოზ იმედაძე, რომელიც ჯერჯერობით ერთი წიგნის ავტორია, სათაურით ჩემი უბნის ჰიპოსტაზები, საოცარი ნოველები და საოცარი ლექსების ავტორია, სოციალურ ქსელიდან ალბათ კარგად იცნობს მაყურებელი და ჩვენი მეგობარი და ახლობელი. მე უნდა აქვე ხაზგასმით აღნიშნო, რომ ქალბატონი მანანას შემოქმედებითი მოღვაწეობა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო და ფაქტიურად ძალიან დიდ ხანს, 35 წელზე მეტი ხანს იმუშავა ბავშვებთან. და ეს შემთხვევითი არ არის, ეს წლები თავისი უძვირფასეს ოქროს წლების კვალს ტოვებს მის ცხოვრებაში და არაერთი სიმღერა სწორედ ჩვენ მომავალ თაობას, ჩვენ პატარებს ეძღვნება. აქვე მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ამ სიმღერებში არის საგალობელი, უწმიდესი და უნეტარესისადმი მიძღვნილი სამი საგალობელი. ასევე დედაენის ჰიმნი, რომელიც ყოველი წლის 14 აპრილს გაჟღერდება ხოლმე როგორც დედაენის ძეგლთან, ისე ქართულ სკოლებში, საბავშვო ბაღებში, უმაღლეს სასწავლებლებში ჰიმნი დედაენისა, ქართული დედაენისა, ესეთი ეროვნულ პატრიოტული მოტივებია მის შემოქმედებაში. ხაზგასმით მინდა აღნიშნო მისი მოღვაწეობა ასევე თბილისის 51 სკოლაში, სადაც ჰქონდა საავტორო სტუდია, იმედის ვარსკვლავები, თავისი სტუდია ჰქონდა და ძალიან ბევრ კონკურსსა თუ ფესტივალში ღებულობდა მონაწილეობას. ახლა მე რო აქ ქალბატონი მანანა იმედაძის იგი მრავალი კონკურსის და ფესტივალის ლაურეატია და მე რო ამის ჩამოთვლა დავიწყო, რა თქმა უნდა, ეს ამ გადაცემის დრო არ ეყოფა იმ ჯილდოებს, იმ სიგელებს, იმ დიპლომებს, იმ წოდებებს, ამიტომ უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, არ გამიბრაზდება ჩემი რესპონდენტი, რომ მრავალი კონკურსის და ფესტივალის ლაურეატი გახლავთ კომპოზიტორი მანანა იმედაძე. აქვე მაინც უნდა ტელემაყურებელთა საყურადღებოდ თქვა, რომ სანამ იგი ქართულ ტევეში როგორც დირექტორი 7 წლიანი მოღვაწეობას შეუდგებოდა, მანამდე მისი ერთი ცნობილი სიმღერა, რომელიც გაჰიტდა და ქართულმა საზოგადოებამ აიტაცა, ეს არის რადიო ფორტუნას და რადიო არ დაედარდოს მიერ გამოცხადებულ 2017 წელს გამოცხადებულ კონკურსში იგი ხალხის ყველაზე საყვარელ სიმღერად იქცა და თანამედროვე სიმღერა, რომელიც გურამ გორდეზიანის ტექსტზე არის შექმნილი და შეიყვარა ტელე და რადიო მოყვარულმა ყველამ. აქვე ამ სიმღერის სათაურია ლეგენდა სიყვარულზე, დღეს ალბათ გვექნება ამის საშუალება, რომ მოვასმენინებთ
რამდენიმე სიმღერას ჩვენს ტელემაყურებელს ამ სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა და რო იტყვიან წლების განმავლობაში არ ჩამოდიოდა იმ გახიტებული სიმღერებიდან. დღესაც აგზელებს ქალბატონი მანანა შემოქმედებით საქმიანობას, იგი ორი ვაჟკაცის დედა, ერთი ექიმია, მეორე ინგლისური სპეციალისტი, მისი მეუღლე მეცნიერებათა გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია და ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია, სხვათა შორის კარგი მამულიშვილი და პატრიოტი ადამიანი. აი დღევანდელი ჩემი რესპონდენტი, ჩემი სტუმარი, ქალბატონი მანანა იმედაძე, წარმოგიდგინეთ და მე მინდა ახლა უკვე სიტყვის ალავერს გადავიდე ქალბატონ მანანასთან, ჩვენ რამდენიმე სიმღერას მოვასმენებთ ჩვენი ობიექტივის ტელემაყურებელს და დავატკბობთ დღევანდელი საღამო იქნება ერთ-ერთი ულამაზესი საღამო ალბათ ჩემ გადაცემათა რუბრიკაში ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება. მე სიტყვის ალავერს გადავდივარ ქალბატონ მანანასთან და პირველი შეკითხვა იქნება ასეთი. აი პირველი სიმღერა, რომელსაც ტელემაყურებელს ვთავაზობთ, ბუნებრივია თქვენ მშობლიურ ქუთაისს ეძღვნება. ამ ულამაზეს ქალაქს საქართველოს მეც ძალიან ბევრი მეგობრები მყავს იქ, ჩემი უახლოესი მეგობარი მყავს იქ, თქვათ ეკა კვანტალიანი, ჩვენი პოეტური დუეტი ცნობილია სოციალურ ქსელში, ასევე ჩვენი გიორგი საგაძის ფენომენის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე, იგივე თქვენი ძმა ნიკო იმედაძე, რომელიც ასევე ჩვენი მეგობარია და აი რა საიდან გაჩნდა აი ამ სიმღერის იდეა, სიმღერა ქუთაისზე? შეიძლება ესეთი ბანალური შეკითხვა, მაგრამ ტელემაყურებლისთვის ალბათ საინტერესო იქნება მაინც. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვაჟა საოცარი წარდგინებისთვის. მე ვიდრე თქვენს კითხვას უშუალოდ გავცემდე პასუხს. აუცილებლად მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და იცით რა მინდა გითხრათ, აი მრავალი წლის წინ მე თქვენ აღნიშნეთ რომ აქ მიმყავდა რუბრიკა ხელოვნებაზე, სადაც ძალიან ჩვენი კულტურისა და ხელოვნების ცნობილი ადამიანები მომყავდა და ვსაუბრობდით ამა თუ იმ საინტერესო თემებზე. მე აქ ვიგრძენი თავი როგორც მშობლიურ გარემოში და მინდა მივესალმო თქვენს გადაცემას უპირველეს ყოვლისა და იმ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც მე წეღანაკ დამხვდა. მე ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს პროფესიონალები და მით უმეტეს იმ სივრცეში, რასაც ტელევიზია ქვია და თითოეულ მათგანს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. გაიხარეთ. მე აქვე მინდა აღნიშნო რომ არსებობენ ადამიანები სიკეთის მქველები და აი ასეთი სიკეთის მქველი ადამიანია დღეს ჩემი სტუმარი შემოქმედი მანანა იმედაძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვაჟა, მართლაც აი ამ დამოკიდებულებისთვის და ზოგადად იცით ცოტა შეიძლება ოდნავ თემას გადავუხვიო, მაგრამ რამდენიმე წამით მინდა შევეხო იმას, რომ თქვენ იმ ღირსეულ ადამიანთა რიცხვში ხართ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სამშობლოს ნამდვილად სჭირდება და მეც არ გავაგრძელებ. აი ხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, ქუთაისი ნუ ჩემთვის ყველაფერია, ბატონო ვაჟა. იქ დავიბადე, იქ გავიზარდე. თითოეული კენჭი, თითოეული ქვა, თითოეული ქუჩა და თითოეული ჩიხი მიყვარს და ყველაფერი მიყვარს და ყველა ადამიანი, დიდი თუ პატარა მიყვარს იქაური. გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ სიყვარულის ქალაქია ეს, დამეთანხმებით ალბათ. ქუთაისზე არაერთი სიმღერა შემიქმნია. მაგრამ აი ჩემს რეპერტუარში ვფიქრობ ეს გამორჩეულია იმითაც აი სიმღერა, რომელიც ძალიან მალე გაჟღერდება, რომელიც დავწერე გამორჩეული პოეტის ლექსზე. ქუთაისელი ქალბატონ ლილი ნუცუბიძის წყინვალე პოეტი იყო ქალბატონი ლილი ერთმანეთში ამბობს კი. ფიქრობ მან თავისი კვალი დაამჩნია ქართულ პოეზიას. ვიცი რომ იცნობდით და ჩემთვისაც ძალიან დიდი ბედნიერებაა რომ აი ასეთ პოეტთან მქონდა შეხება და თან წყინვალე ლექსი შედევრები დატოვა. შესანიშნავი და რაღაც სხვანაირი ესეთი ჩუქურთმა ენა ქონდა ამ ქალბატონს. გეთანხმებით. და მოკლედ წიგნი მაჩუქა ქალბატონმა ლილიმ, ეს წლების წინ იყო. კარგახანია ქალბატონი ლილი უკვე ესეციურ საქართველოშია და წიგნი მაჩუქა თავისი და მოკლედ იქედან ავარჩიეს ლექსი, სიმღერა ქუთაისზე და
მე ვთხოვ ჩვენს ძვირფას ოპერატორებს, რომ ეს პირველი სიმღერა ქუთაისზე მოვასმენოთ ჩვენს ტელემოყურებლებს. უნიჭიერესი ქუთაისელი მომღერალი ბექა ბანძელაძე და ჯგუფი არაჩვეულებრივი ბიჭების ჯგუფი, რომლებიც ღერიან აი ამ სიმღერას ერთად. ვთხოვთ ჩართოთ. მინდა მზის ჩქერით უბე ავივსო და წასჩევა ოქროს აღურე ჩემო რიონო და ქუთაისო იყვავილეთ და იგაზაფხულე იყვავილეთ და იგაზაფხულე მე მიყარ შენი ჯადრები შერო მე სიგიშანგის ეშხიდა მდგარო სიამაყეო და ხადებავა ჩემო შენი ჯადრები შერო ბესიგი შანგის ეშხით დამდგარო სიამაყეო და ხატება ჩემო მედის გულივით ალალმარათალო გასტარი ვარდის ფურცლობის გვირდების პეთქა ზეცის ფიცია შენ სიყვარული იციულები შენ სიძულვილი არ შეგიძლია შენ სიყვარული Besi기 shangis eşkit damgaru Siyama qeda khateba shemo Ledis guli talamaratalo Me miqvar sheni jadrebi shero Besigi shangis
ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ამ შესანიშნავი სიმღერის შემდეგ, აი ამ ქუთაისის კადრებმა და ამ ძვირფასმა სიმღერამ მე ჩემი მოძღვარი გამახსენა გელათის წინამძღვარი მამა იოსებ ბურჯანაძე ღმერთმა ნათელში ამყოფოს. და მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა დიდმა ბუმბერაზმა წერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ წინ წამოსწია ოსტატის და შეგერდის მისტერიული ურთიერთობის თემატიკა. და აი მე მინდა სწორედ სიტყვის ალავერც გადმოვიდე ამ კუთხით, აი თქვენი პედაგოგები ვინ იყვნენ? ვისი შეგირდი ბრძანდებოდით, ვინ იყვნენ ის დიდ ოსტატები, რომლებმაც გამოაჩუქურთმეს შემოქმედი მუსიკოსი, კომპოზიტორი მანანა იმედაძე. აი ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვაჟა ამ შეკითხვისთვის და ისე ლამაზად შემოხვედით ამ კითხვაში, რომ უღრმესი მადლობა. მართლაც საოცარი პედაგოგები მყავდნენ ბატონო ვაჟა. და თუ მე დღეს აი რაიმეს წარმოვადგენ და თუ ჩემში რაიმე სიკეთეა და თუ რაიმე ესთეტიკა როგორც ხელოვანში, ეს ყველაფერი მოდის ჩემი საოცარი პედაგოგებისგან. Ну, ეს იყო ნამდვილად დასი, მუსიკოსთა არაჩვეულებრივი დასი. მე აქვე მინდა აღვნიშნო ის, რომ ქუთაისში მივიღე ყველანაირი განათლება. მუსიკალურიც, არამუსიკალურიც. მასწავლიდა შესანიშნავი ქალბატონი, პიანისტი. ბატონი ზურაბ სოტკილავა ჩვენი წინვალი კომპოზიტორი, იმის სიდედრი. ანუ ეთერ თურმანიძის დედა, პიანისტი. ბატონი ზურიკოს მეუღლე ხო პიანისტი ბრძანდება. და მისი დედა ქალბატონი ცაცუკა ჭელიძე, რომელიც იყო რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი და მე და ჩემი და სწორედ მასთან გავიზარდეთ, რასაც ქვია. მისგან ჩვენ არა მხოლოდ ხელოვნებისადმი ძალიან დიდი სიყვარული ვისწავლეთ და როგორც პროფესიონალურად ჩამოგვაყალიბა არა მარტო, არამედ მისგან ვისწავლეთ ადამიანობა, კულტურა, ელემენტარულად ესთეტიკა, თუნდაც ჩაცმის კულტურა. ის იყო ისეთი ქალბატონი, რომლისგანაც არ შეიძლებოდა რომ აი არ გესწავლა რაიმე ისეთი დეტალები, რომელიც დღეს სულ თვალწინ მიდგას. როდესაც ქალბატონი იგივე ქეთევან ჭელიძე, ცაცუკა მასწავლებელს ვეძახდით მას. ქალბატონი ცაცუკა შემდეგ მე მასწავლიდა დიდი ვალერიან მიზანდარის ქალიშვილი, მანანა მიზანდარი, რომელიც ჯამრთელად არის, კარგად არის და მინდა მას ძალიან დიდი სიკეთე და სიხარული უსურვო, იმიტომ რომ მან უდიდესი კვალი დაამჩნია ზოგადად ჩემი როგორც შემოქმედის ჩამოყალიბებაში. ასე რომ ჩემთვის პედაგოგები ეს არის რაღაც სულ სხვა სამყარო და სხვა ესთეტიკა, მინდა გითხრათ. ამავე დროს სოლფეჯიოს მიკითხავდა ბრწყინვალე მუსიკოსი, ასევე რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი ბატონი არდევან მოწონელიძე. მე შემთხვევით არ მithქვამს ეს სახელები და გვარები, ესენი სამივე ქალაქის კოლორიტები იყვნენ ქუთაისის. და ჩემთვის ეგ არის ძალიან დიდი ბედნიერება და ამ გადმოსახედიდან ჩემთვის ეს არის საოცარი ისტორია. აი ამ ადამიანთან. და რა ლამაზად გააცოცხლეთ ეს ისტორია წარსულისა. ძალიან დიდი მადლობა. და დიდი მადლია, რომ აი ეს მადლიერების გრძნობა ესეთი გაგაჩნიათ თქვენი პედაგოგების მიმართ. წარმოუდგენელია სხვაგვარად, იმიტომ რომ თუ რა მადლია ჩემში სწორედ ამ ადამიანებისგან არის. ერთმა გაგახაროთ და გამარჯვებით გავტაროთ. ეხლა მინდა ჩვენს ტელემაყურებელს მოვასმენოთ, წეგან თქვით ჩვენ 2017 წელს თქვენი სიმღერა ლეგენდა სიყვარულზე გურამ გორდეზიანის ტექსტზე დაწერმა სიმღერამ პირველი ადგილი მიიღო და ხალხის საყვარელ სიმღერად იქცა და მე მინდა ჩვენს ტელემაყურებელს, ჩემს ძვირფას ოპერატორებს თხოვო, რომ ჩავრთათ ეს ფილი და მოვასმენოთ ლეგენდა სიყვარულზე. ბატონ გურამ გორდეზიანის ტექსტი. გურამ გორდეზიანის ტექსტი წლის საუკეთესო სიმღერა იყო სწორედ აი
რადიო და ფორტუნას ჩემი ახო ბატონო ვაჟა ერთი დიახ. წამით ეს სიმღერა შესანიშნავად შეასრულა მაშინ ყველასათვის ძვირფასმა და უნიჭიერესმა ბატონმა გია დავითიანმა ვა. სასწაულმა ხმამ და 125 სიმღერაში პირველ ადგილას გავიდა ეგ სიმღერა რას ლაპარაკობ 125 ცოტა ციფრი არ არის ნამდვილად ეს უკვე სერიოზული განაცხადია კი ბატონო და ნუ არაჩვეულებრივად შეასრულა ბატონმა გიამ და მაგრამ დღევანდელი ვერსია რომელსაც შესთავაზებენ დღეს ჩვენს მაყურებელს ჩვენი ძვირფასი რეჟისორები ეს ჩემი შვილის მიერ არის შესრულებული რომელიც ექიმია და ფიქრობ არ შეასრულა ცუდად და ეს არის კიდე ერთი ახალი ვერსია სიურპრიზი ობიექტივის ეთერში გთხოვთ ჩავთოთ პირი ასრულებს ქალბატონი მანანა იმედაძის ვაჟი გიორგი კვატაშიძე დიახ ამათებერვალს სიყვარულის სურანელი აქვს ენძელებმაც არა მაცადეს სიმარატოვე გაზაფხულო მე მოვკვდები უიებო და თუ კიდევ უღიმილოდ მიმატოვე ეგ თოლებია ენათო და დაითაფლა გაღიმებაც სურანელივით შემატოვე გამოვყვები მაგა პატარა ნაფეხურებს გაგათაბობა და შენც ვერასდროს მიმატოვე მოდი ჩემთან სიყვარულო შემეყარე ცხამე შენთვის არაფერი მითხოვია სანამ ქვეყანად გაზაფხული არსებობს სიყვარული შენთვის გადმომიტოვია მოდი ჩემთან სიყვარულო შემეყარე ცხამე შენთვის არაფერი მითხოვია სანამ ქვეყანად გაზაფხული არსებობს სიყვარული შენთვის გადმომიტოვია სიყვარული შენთვის გადმომიტოვია შენიერი სიმღერა მოვისმინე და მე მინდა გუშინდელი დედის დღე მოგილოცოთ ქალბატონო მანანა და ყველა ქალბატონს, ყველა დედას მიულოცოთ დედის დღე წასულების ხსოვნა იყოს ნათელში იყვნენ და მოგილოცოთ ასევე დამდეგი 8 მარტი გაზაფხულის მობრძანება. ეს მინდოდა მეთქვა. დიდი მადლობა ბატონო ვაჟა. რა კი დედის თემა წამოჭერით და გუშინ იყო დედის დღე და გაზაფხული და დედა განუყოფელია ნამდვილად და ეს ღვთაებრივი ფენომენი. დედაზე არაერთი სიმღერა მაქვს დაწერილი, მაგრამ სულ ახლა ხანს გაპრემიერდა ჩემი ერთი სიმღერა დედაზე, რომლის ტექსტიც ქალბატონ ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, ამ უნიჭიერეს პოეტს და ეს სიმღერა შეასრულა უნიჭიერესმა მსახიობმა და მომღერალმა ბატონმა გიორგი შალვაშვილმა. მე მინდა ეხლა ვთხოვ მართლაც ჩვენს რეჟისორებს და მოგვასმენინონ სიმღერა და შემდეგ მე უკვე მე მაქვს ერთი სიურპრიზი ჩემი მაყურებლისთვის. დიახ. ვთხოვთ ჩავთოთ პირი ნანა ცინცაძის ლექსზე შექმნილი სიმღერა დედაზე გიორგი შალვაშვილის მიერ შესრულებული. არ ვიცი
უშენო სიცოცხლე რა იყო შენ ჩემგან წახვედი ცხოვრებაც გაიყო უშენოდ ამ გზებზე არასდროს მივლია მე რომ შენ მიყვარდი ფიქრებმაც იციან მე რომ შენ მიყვარხარ ფიქრებმაც იციან დღესეც აგამხრალი ოცნების ფერია მე ყველა სიმღერა შენთვის მიმღერია არ ვიცი ფიქრებში დრო როგორ გავიდა შორიდან გეძახი მარტო ვარ არ მინდა შორიდან გეძახი მარტო ვარ არ მინდა შენ სიტყვებს ყოველთვის მე გულში მე შენი წრემლიც და ღიმილიც მინახავს დაბრუნდი ცხოვრება დავიწყოთ თავიდან მარტო ვარ უშენო არ მინდა დაგიკრებ თოვლიდან ამოსულა შენო ცხოვრებას მე აღარ ვაპირე შენი მოგონება გულიდან დამხმოხდა იქნება შენ მითხრა რა იყო რა მოხდა დროგადის მაგრამ არ ხდება იქნება გაბრუნო გამქრალმა ხდება უშენოდ ამ გზებზე არასდროს მივლია მე რომ შენ მიყვარხარ ფიქრებმაც იციან მე რომ შენ მიყვარხარ ფიქრებმაც იციან და ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ ისევ ბატონოჟე უკაცრავად რა ითქვა შეიძლება ვიდრე თქვენ შემდეგ თემაზე გადახვიდოდეთ რა კი დედის თემაა ახლა და დედაზე სიმღერა გაჟღერდა მე მინდა ჩემს მაყურებელს უთხრა რომ ცოტა ხნის წინ ბატონმა ვაჟამ მაჩუკა მისი შესანიშნავი კრებული ლექსებისა როდესაც გადავშალე ეს წიგნი და გავეცანი მას მთელი ციკლი გაქვთ თქვენ მიძღვნილი დედას დედის თემაზე ხო ასეა ბატონოჟე და ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა რომ ერთ-ერთი თქვენი ლექსი წამეკითხა მე და გავკადნიერდი გავბედე და წავიკითხე ეს ლექსი და მინდა ახლა ჩვენს პატივცემულ მაყურებელს მოასმენინო ეს პატარა ლექსი ბატონო დედას ბატონო თუ შეიძლება ჩავთოთ ეს ფირია სადაც ქალბატონი ბანანა კითხულობს და მე შემოვიყვანოთ უკვე აი ხაზეო ნიკო იმედაძე თქვენი ძმა და ჯერ მოდი მოვასმენინოთ ეს ლექსი არ გავჩენილ ამ ქვეყნად ჯერაც და დედა ჩემი კვლავ ცოცხალია ამ სასაულის მე თვითონ ჯერა წმინდა მარიამ შითის კაფის ქვეშ ჯერ ისევ დედა ატარებს ხეულს ავსებულს ჩემით უკვე ვუყვარ ვარ თუმცა
ვერ მხედავს, თუმცა ვერ მხედავს მორცხვი და ჩუმი. რა ფეთნიერი ვიყავი მაშინ, გაჩენილი რომ არ ვიყავ ჯერაც და დედა ჩემი როს იყო ბავშვი, მეც მასთან ერთად ვიყავი ჯერ. მერე კი დედა იყო ბავშვივით, ხატივით წმინდა და უცნაური. დატოვა მშვიდად თავის ქმარშვილი და კუბოს თავზე მიწის ხმაური. სანთლების შუქზე ნათდება ჯვარი და დედა ჩემი კვლავ ცოცხალია. სასწაულების ხომ დავიჯერო, ხომ დავიჯერო. წმინდა მარია. გონია ჯერ არ დავბადებულ ვარ, დედას უბწყინავს ლალის საფურე. კაბას ისწორებს თავისებურად და ჩემი ცავზე სხემულს დახურებს. დიდი მადლობა ქალბატონო მანანა. დიდი მადლობა თქვენ ბატონო ვაჟა ამ დიდებული პოეზიისთვის. დიდი მადლობა. და ეხლა მე მინდა ნიკო იმედაძე თქვენი ძმა შემოვიყვანოთ ეთერში. დიახ, გისმენთ. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ნიკო, გენაცვალე. გამარჯობა, გენაცვალე, მოგესალმებით. გაუმაჯოს. გამარჯობა. გაიხარე ნიკო. ხარი, მე ისე ისლების ამბავი ისე გამომაწყეს ჩოხა მაკრია, ხო? მე მეკითხა ვიდეო ჩართვა იქნებოდა. როგორ ბრძანდებით, როგორ ახარ? ღვთის შეწევნით ნიკო, ველოდები თქვენ ლექს, სხვათა შორის მშვენიერი ლექსი იყო ამას წინათ. აი სოციალურ ქსელში მე ძალიან მომეწონა ბოლო ლექსის და იქნება ერთი ლექსით შეგვეშველოთ ჩვენ მოკლედ შენი ბიოგრაფიას ჩავატიეთ ამ გადაცემაში, თქვენი წიგნიც ვახსენეთ, ჩემი უბნის იპოსტაზები და მინდა ერთი ლექსით რომ ჩვენი ტელემაყურებლების წინაშე წარსდგენ ნიკო. მოგევლეთ, უბრალოდ დავიკითხავ და თუ შეიძლება უბილეთ, ან ერთ დავიკითხავ. კი ბატონო. ორიც ალბათ დრო გვაძლევს საშუალებას. კი ბატონო. დავსა ეს ასე ქვია ერთ ლექს. სადაზღვა სადღაც ხდება ერთმანეთს. ორი წფეთ სადღაც ხდება. ჩვენი შეხვედრა ალბათ მეცანძებს. ორი სიშორის სული ხდება. ნუ შეგაშინეთ საფუძვლს ხები. გორიდან ხაფი ვარული. ამ ხმაურს მოძებს ცინდით ეგმა. ექიმეს ხდება და ვარული მე მიხვას სი აი არის. რამდენჯერ ვიცი დაგაზიანა მაგრამ სიბინცეს სულები დავი იქშიც არ გახეთ აბიარა ეს ვიცი ისე უწერეთ წელში აქ რომ დგეხარდა უკი გმართავს უკონ მიხვარ აღადა შენში ხვინის დროსაც რომ აღადეთ მართავს ილოტა მან ხათა პირდაპირ ეთერი გილოტა აღიარე ხო აღიარე ბოლო აღიარე მე ბატონო ვაჟას მე გაბრაზებულზე დაწერილ ლექსებსაც დავუკითხა როცა გაბრაზებულია სხვანაირად წერს ბატონო ვაჟა გმადლობ ძამიკო გმადლობ შენ შემოგე აი ეს არის ერთი 10 წუთი წინ დაწერილი 15 წუთი წინ დაწერილი ლექსი გეგმამიშვილობის თათა ასე ქვია გაიხარე ნიკო გაიხარე გეგმამიშვილობის თათა ზეთის ნაკუქარო შულო ჩემო მოზიარე დედის ერთვანთებულო გუნდ ერთი ხინითა და წოდით ცხრაფე გვატარებდა მთვარე უნადესი ზეთის ჩემო ციცოცხლე და სიცხლე ნაკუქარო ერთი წიაღიდან მოსულ ერთი დაგწიალო ნადელი ერთი მოზელილი თითი ერთი ჩამოქნილი სანთლის ხედავ ჩვენ ერთი დავზესტი ერთი მოზრაობა ნაკუქი შენში უფრო მამა ჩემში მოდი ხატი დაკრთის უკვე დაგვათოვა ნაზად მალე შემოდგომაც წავა ახლა შენში ვხედავ დეგას ჩემში უფრო არის მამა მალე გადაივლის სწორი გზები გვერდი შენი დაპირება შენი დაგინება წემლე გაიხარე დიდი მადლობა ნიკო ძმობილო გენაცვალე დიდი მადლობა შესანიშნავი ლექსი მოგიძღვნათ და ითი გელოდება და უყარყავ ძალიან დიდი მადლობა გესტუმრები დიდი მადლობა ეს იყო პოეტი ნიკო იმედაძე პოეტი პროზაიკოსი
ქალბატონი მანანას ძმა, საოცარი პიროვნება და კოლორიტული პიროვნება ჩვენი ქუთაისისა. დიდი მადლობა ბატონო. მე გამახსენდა ახლა კიდე თქვენი ახალი სიმღერა ამ ცოტა ხნის წინ გაჟღერდა სხვათა შორის თეთრი ქალი და აი სანამ მოვასმენინებდეთ როგორ დაიწერა ეს სიმღერა ისეთი სათაური აქვს რაღაცა დამაინტრიგებელი დიახ მართლაც ამ სიმღერას ძალიან ისეთი ლამაზი ისტორია აქვს ბატონო აჟა არის ასეთი უნიჭიერესი კაცი პოეტი გია ტოგონიძე. კი, ვიცნობ. კი, გიას როგორ არ ვიცნობ. ძალიან კარგი კაცი. ლექსებს წერს და სხვათა შორის წერს სასიმღერო ლექსებს. შეიძლება იყოს ძალიან დიდი პოეტი, მაგრამ სასიმღერო ლირიკაში ვერ მოძოვო ესე რომ ვთქვათ. და აი გიას, აი ეს უნარი აქვს, რომ ძალიან კარგად გამოსდის სასიმღერო ტექსტები. და ახლა მე მეტი რა მინდა მეგობრები ვართ და მანაც წიგნი მაჩუქა და აი მოკლედ ახლა რა ხდება თვითონ კონკრეტულად ამ სიმღერასთან დაკავშირებით. მე და გია ერთ დღეს მოვდივართ რუსთაველზე, მეგობრობთ ჩვენ წლებია და მოვდივართ არაჩვეულებრივი ამიდია შესანიშნავი. ხო და მოვსეირნობთ მოკლედ და ისეთმა გოგომ ჩაგვიარა რომ ესე იგი ქალი ვარ ბატონო ვაჟა და მე გავაყოლე თვალი. ხო და თან ახლა რუსთაველზე ქართველი ქალის იშვიათად ხედავ. აი ეგ არის და თანაც აი ზუსტად ამაშია მთელი მარილი რომ ქართველი იყო ზუსტად. ის იყო ქართველი. არ შეიძლებოდა სხვა ეროვნებას ის ეშხი ქონოდა რაც იმ გოგონას. და მოკლედ ნუ ახლა მე შევამჩნია თავისთავად ცხადია რომ გიამ შეამჩნია და ესე იგი როგორც კი ჩაიარა მომიტრიალდა იმ წუთში და პირველი ფრაზა მითხრა გზაზე ნაზად ჩამიარა თეთრმა ქალმა და ეს როგორც კი თქვა აი იმდენად მღერადია თვითონ აი ეს სტრიქონი ბატონო ვაჟა იმ წუთში მეც მიუმღერე გიას გზაზე ნაზად ჩამიარა თეთრმა ქალმა იმ წუთში მიუმღერე აი იმ წუთში წამოვიდა მელოდია მე რომ მოვედი სახლში დაურეკე გიას და უთხარი გია მე უთხარი გეხვეწები რა ძალიან გთხოვ აი ის ერთი სტრიქონი რომ სწორცნე იმ დღეს გეხვეწები რა დაასრულე მეთქი მართლა ძალიან მალე მეორე დღე იყო თუ რაღაც გამომიგზავნა უკვე დასრულებული ლექსი ბრავო და გავაკეთეთ მოკლედ ეს სიმღერა და ვამღერე უნიჭიერეს ბიჭებს შესანიშნავი კვინტეტია მუსიკალური ჯგუფია ასეთი სერენადა დიახ შესანიშნავი ბიჭები და აი სწორედ სერენადეს შესრულებით ჩვენს ტელემაყურებელს ამ საოცარ სიმღერას რომლის სათაურია თეთრი ქალი და გია ტოგონიძის მიხარია ბატონო ვაჟა მანანა იმედაძის ძალიან მიხარია რომ ძალიან სწრაფად აიტაცა მაყურებელმა ხო და რადიოშიც ითხოვენ ტრიალებს და მოკლედ აი ობიექტივის ეთერში გაჟღერდება ახლა ძალიან დიდი მადლობა გზაზე ნაზად ჩამიარა თეთრმა ქალმა გავიფიქრე ვაჩუქებდი წითელ ვარდებს მინდა სწრაფად გაირბინოს თებრამა და ამ ქალის სურნელება შემოვარდე მინდა სწრაფად გაირბინოს თებრამა და ამ ქალის სურნელება შემოვარდე დედამიწა მზის გარშემო ისევ ბრუნავს თვალებიდან თბილი წრემლი მოშქებს ხარა მე ამ ქალმა სიყვარული გამიბრუნა მე ამ ქალმა გაზაფხული
შემაყვარა მე ამ ქალმა სიყვარული დამიბრუნა მე ამ ქალმა გასაფული შემაყვარა Lamas tvoles Gulls rom tnobita mirse დავი პირდაპირ ეთერში ვართ ისევ ჩვენ და მინდა ქალბატონი მანანა იმედაძის შემოქმედებიდან კიდე რამდენიმე სიმღერა მოვასწრო რომ ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს მოვასმენო და გთხოვთ რომ გავუშვათ ტანგო ქალბატონი მანანა იმედაძის კიდევ ერთი შედევრი სიმღერა დიდი მადლობა ნანა ცინცაძის ტექსტზე და ძალიან მეამაყება ბატონო ვაჟა რომ ბატონ დიდი ჩვენი მაესტროსი ვაჟა აზარაშვილის მოწონებული ტანგოა თუ თვითონ ვაჟა ხო იყო ტანგოების მეფე და ლეგენდარული კომპოზიტორი ისაკარის ამაყი ვარ ნამდვილად რომ მისი მოწონებული ტანგოა გთხოვთ შენი სიყვარული დამდეს შენთან გავათენო მინდა გაქცევე მაგრამ ჩემთან რჩები ფიქრა რა უშენობა მოდის მაგრამ გული მაინც აღთმობს როგორ შევეჩვიოლოდის თუ კი ყველაფერი მახსოვს რა ქნა უშენობა მოდის მაგრამ გული მაინც აღთმობს როგორ შევეჩვიოლოდის თუ კი ყველაფერი მახსოვს ვიცი შენს უჩემო მერձელე ვიცი ვერ ვიწყებ შენს ხამას თუ კი ასე ყოფნას შევძელებ გული არ დაიწყებს თეთქავას დაგთმე მაგრამ მაინც შენ ხარ ვისაც უსასრულოდ ვედებ დავალ მაინც მოვალ შენთან სიზმრადებთან ყოფნას შევძლებ დაგთმე მაგრამ მაინც შენ ხარ ვისაც უსასრულოდ ვედებ დავალ მაინც მოვალ შენთან სიზმრადებთან ყოფნას შევძლებ
მაინც გეთქვა შენთან მინდა რა ვქნა უშენობა მოდის მაგრამ გული მაინც არ გთამობს როგორ შევეჩვიო მოდის თუ კი ყველაფერი მახსოვს მახსოვს რა ვქნა უშენობა მოდის მაგრამ გული მაინც არ გთამობს როგორ შევეჩვიო მოდის თუ კი ყველაფერი მახსოვს მახსოვს მე მინდა ეხლა ისევ ერთი სიმღერა მინდა გავუშვათ და შემდეგ ისევ სიტყვის ალავერს გადავალ ქალბატონ მანანასთან, იმიტომ რომ ჩვენ ძვირფასის პოეტზე და მის დრო გვეწორება სამწუხაროდ. დრო გვეწორება და მასეც უნდა ვისაუბროთ. გთხოვთ გავუშვათ სიმღერა მინდა. სოფობედიას შესრულებით. სოფობედია ქოროღლიშვილი მღეროდა შესანიშნავი მომღერალი და აი სოფობედიას მოусმინოთ ეხლა მანანა იმდაძის სიმღერა. დიახ. ვიცოდე რა მიდანედა სხვისთვის რატომ ვარ მშვიდი თენდება მიღიმისეცა ცხოვრება თავისით მიდის მიყვები წარსულის ბილის მე ყველა შეხვედრა მახსოვს მოხვალდა არაფერს იტყვი უბრალოდ ისე გამათბო სიმღერა მინდა დავღერი ოცნებას ფიქრები ახლავს კეცახი გაიგე ჩემი სიმღერა მინდა დავღერი ოცნებას ფიქრები ახლავს გეცახი გაიგე ჩემი ყველაფერს შესახელს სიმღერა მინდა დავღერი ოცნებას ფიქრები ახლავს გეცახი გაიგე ჩემი სანახარ სიმღერა მინდა დავღერი ოცნებას ფიქრები ახლავს გეცახი გაიგე ჩემი სანახარ გეცახი გაიგე ჩემი მე მინდა ჩვენს ოპერატორებს თქვა რომ ბოლო სიმღერა არის ჩვენი ბუმბერაზი პოეტის მუხრან მაჭავარიანის ლექსზე შექმნილი სიმღერა ჩემო საქართველო ქალბატონი მანანა იმედაძე კომპოზიტორი და ამ სიმღერით დავასრულოთ იმიტომ რომ ჩვენ სამშობლოს ეძღვნება ჩვენ ძვირფას ქვეყანას ჩვენ საქართველოს გთხოვთ ჩართოთ ფირი ჩემო საქართველო და ამით დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა დიდი მადლობა
შენი მიწავ ჩემო ვინც კი იცის გემო როგორ დავიჯერო თავს არ შემოგებლოს იმერეთო ქვემო იმერეთო ზემო სიხარულო ჩემო სიხარულო ჩემო დამაგურულებო ჩიმასაბე გრელო ძმაო ქართლ კახეთო მესხეთ ჯავახეთო იმერეთო ქვემო იმერეთო ზემო სიხარულო ჩემო სიხარულო ჩემო დამაგურულებო ჩიმასამეგრელო ძმაო ქართლ კახეთო მესხეთ ჯავახეთო დიდგორისაველო ახლაც რემლის მღვრელო კრძანის სისამეფო დღესაც გულის გველო რაღა გავაგრძელო ჩემო საქართველო სასოებავ ჩემო რა ვქნა რა გიშლო შენი მიწავ ჩემო ვინც კი იცის გემო როგორ დავიჯერო თავს არ შემოგებლოს